ფასების დაზე ამ ქვეყანაში კანონმდებლობით პასუხისმგებელი არის ერთადერთი ორგანო, ეს არის საქართველოს ეროვნული ბანკი. ანუ არსებობს კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ, სადაც პირდაპირ წერია, რომ ნომერ პირველი ამოცანა, რომელიც აქვს საქართველოს ეროვნულ ბანკს, ეს არის ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ამის გარდა აქვს კიდევ მეორე ამოცანა, ეს არის ფინანსური სისტემის სტაბილურობის უზრუნველყოფა. მაგრამ ნომერ პირველი ამოცანა არის ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. შემიძლია საქართველოს ქვეყანაში თუ იზრდება ფასები, ეს არის პირდაპირ პასუხისმგებლობა საქართველოს ეროვნული ბანკის. რატო ხდება ეს? ეს ხდება იმის გამო, რომ როდესაც de facto ხელისუფლებას სჭირდება ძალაუფლების შენარჩუნება, მათ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის მათ შორის სჭირდება ფული და ამ ფულის ერთ-ერთი წყარო არის ეროვნული ბანკი. მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ ფულის გამორთვების პრობლემა აქვთ, ისინი ართმევენ ფულს კომერციულ ბანკებს, შემდეგ კომერციულ ბანკებს, როდესაც აქვს ლიკვიდირების პრობლემა, ისინი ართმევენ ფულს ეროვნულ ბანკს, ეგრეთ წოდებულ ბანკთა ბანკს, რომელიც არის ასევე განსაზღვრული კანონმდებლობით. ამიტომ პრობლემა არის ეროვნული ბანკი, მისი დამოუკიდებლობის არარსებობა რეალურად და ის, რომ მთავრობას, de facto მთავრობას სჭირდება ფული, რომელსაც ის დახარჯავს იმისათვის, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება. ეს არის ამ პრობლემის ფუნდამენტი. ზოგადი ზრდა ფასების ვერ იქნება განპირობებული ისეთ ტიპის პრობლემებით, როგორც შეიძლება არსებობდეს ქვეყანაში, როგორც არის მაგალითად რომელი პროდუქციის ან მომსახურების ბაზარზე დომინანტური პოზიციის წყალებში იგივე მონოპოლიის არსებობა. ეგეთი რამე შეიძლება ხდებოდეს, მაგრამ ეგ ვერ გამოიწვევს ფასების ზოგადსდას, ამან შეიძლება გამოიწვევს კონკრეტულ პროდუქტებზე ან კონკრეტულ მომსახურებაზე ფასების და, მაგრამ მაგ შემთხვევაში დამნაშავე არის კონკრეტულად ივანიშვილი, იმიტომ რომ არ უნდა დავიჯეროთ, რომ ქვეყანაში ვიღაცეები ივანიშვილთან დალაგების გარეშე ახერხებენ, რომ ბაზარზე კონდეთ შეზღუდული დაშვება სხვებს, ანუ სიტყვაზე მე შევმაქ რაღაცა პროდუქტი ქვეყანაში და არავის ჩემს გარდა ამ ბაზარზე არ უშვებენ, ივანიშვილის გარეშე ამას ვერ გააკეთებს ერავინ, ამიტომ იქ გამოსაძიებელი არაფერი არ არის, ან უნდა გაარკვიონ ივანიშვილთან თუ ეგეთი შემთხვევები არსებობს, ვის მისცა მან უფლება რომ რომელიღაც პროდუქციის ან მომსახურების ბაზარზე კონდეს მას მონოპოლისტური მდგომარეობა ან დომინანტი მდგომარეობა, ან ეგეთი რამე არ არსებობს ამ ქვეყანაში და მაშინ დამნაშავე არის მხოლოდ ეროვნული ბანკი. საგარეო ფაქტორებმა შეიძლება რაღაცა ტიპის გავლენა იქონიოს რომელიმე კონკრეტული პროდუქტების ან მომსახურების მიმართულებით ფასების დაზე, მაგრამ ზოგად ფასების ზრდას ეგ ვერ გამოიწვევს, იმიტომ რომ შენ თუ გაქვს 10 ლარი, ეს 10 ლარი შეგვიძლია გაანაწილო რაღაც ტიპის პროდუქტები. სიტყვას 5 ლარი გადაიხადე პომიდორში, 5 ლარი გადაიხადე კიტრში. თუ კიტრი გახდა 6 ლარი, პომიდორისთვის დაგრჩება 4 ლარი. ზოგად ფასებს ეს ვერ გადის, იმიტომ რომ შემდგომ მეტი ფული არ აქვს. მეტი ფული შეიძლება მიმოქცევაში იყოს ხოლმე და ხოლმე იმ შემთხვევაში, რომ მას გააკეთებს ეროვნული ბანკი, ანუ დაბეჭდავს ფულს და დაბეჭდა ხდება ესე. ისინი ასესხებენ ფულს კომერციულ ბანკებს და კომერციული ბანკები მე მიცემენ ამ ფულს მეტწილად მთავრობას და ესე იზრდება ქვეყანაში ფულის მასა. სხვადასხვა ეკონომიკური სკოლა და სხვადასხვა ეკონომიკური მოდელი სხვადასხვანაირად ხსნის ამას, მაგრამ ის რაც ჩვენთან მოქმედებს, საქართველოში მუშაობს, ეს ეკონომიკური მოდელი ზოგადად მიდრეკილია ფასების დისკენ და ეროვნული ბანკი, ვინც არის ოფიციალურად, თქვათ, ფასების ზრდაზე და ინფლაციაზე პასუხისმგებელი, მის ოფიციალურად მის პოლიტიკაში ეს გაცხადებულია, რომ ინფლაციის ტარგეტირება არის, თქვათ, ერთ-ერთი რამ, რაც არის ქვეყნის მიზანი. უბრალოდ ხშირად ეკონომიკის ბუნებიდან გამომდინარე, იმ ბუნებიდან გამომდინარე, რაც ჩვენთან არის და არა, თქვათ, საერთოდ, ხო, ეს ინფლაცია, თქვათ, იმის გამო, რომ რეალურად ეროვნული ბანკი არ არის, თქვათ, არ შესწევს უნარი, რომ ეს აკონტროლოს და არც შედის რეალურად მის ინტერესებში ეს, ხო, გაექცევა ხოლმე ეს ინფლაცია და ამით მე ესე მგონია, რომ ეს ფასების ზრდა გარკვეულწილად აწყობს ეგრეთ წოდებულ მცირერიცხოვან ელიტას, რადგან სწორედ ეს წარმოადგენს, თქვათ, მისი ძალაუფლების შენარჩუნების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს. ფასების ზრდასა და შემოსავლების ზრდას შორის მუდმივად იზრდება ნაპრალი, რაც, თქვათ, მათ აძლევთ საშუალებას, რომ რაღაცნაირად დამორჩილება ამ სოციალური პაკეტების თუ სხვა საშუალებებით მოახდინონ, თქვათ, დიდი მასის, რომელიც აბსოლუტურ სიღარიბეში ცხოვრობს. მიდრეკილება, თქვათ, იმ ეკონომიკური პოლიტიკის და იმ ეკონომიკური მოდელის, რაც ჩვენთან მუშაობს, მიდრეკილება, თქვათ, ოლიგოპოლიებისკენ და მონოპოლიებისკენ იწვევს სწორედ აი ლოგიკური შედეგია, რომ ფასები მუდმივად მიდის ზემოთ და არა მარტო პროდუქტებზე, არამედ ყველაფერზე. ნებისმიერ პროდუქციაზე თუ მომსახურებაზე ფასები მუდმივად იზრდება, თქვათ, ბოლო ათწლეულების განმავლობაში. მაღალი ფასის მიზეზები ზოგადად ქართულმა ოცნებამ არა დახლებზე, არამედ საკუთარ გუნდში და გუნდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში უნდა ეძებოს, მაგალითად ქართულმა ოცნებამ საწვავზე აქციზი, საწვავზე თამბაქოზე გააორმაგა, მათ შორის დამატებითი ღირებულება ბიზნესს გაუძვირდა, იქიდან გამომდინარე, რომ საპენსიო სააგენტო შექმნა, ეს ბიზნესისთვის 2%-იანი დამატებითი საგადასახადო
ტვირთია, მათ შორის ფიზიკური პირებისთვის ჩვენი შემოსავლების, საბიუჯეტო შემოსავლებში ჩვენ არ გვაქვს ინვესტიციები, ძირითადი შემოსავლები ბიუჯეტში არის სწორედ დამატებითი ღირებულების გადასახადი და საშემოსავლო გადასახადი. წლებია ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ საბაზისო სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაში საჭიროა ინვესტიციების განხორციელება, თუმცა ქართული ოცნების მავნებლური არასწორი ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის გამო წლებია უკვე ინფრასტრუქტურაში არანაირი ინვესტიცია აღარ ხორციელდება. პირიქით მეგაპროექტი ლაზიკა, რომელიც არა მხოლოდ ნავსადგური, ღრმაწყლოვანი ნავსადგური, არამედ დიდი აგლომერაცია იყო და შესაბამისი დაპირება და დანაწესი კონსტიტუციის დონეზე იქნა მიღებული. აი ეს პროექტი დაასამარა, შემდეგ გითხრა რომ აშენებდა ღრმაწყლოვან ნავსადგურს, გულისხმობთ ანაკლიას, ესეც ჩაშალა და ჩვენთვის როგორც სატრანზიტო ქვეყნისთვის, ლოგისტიკური ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი საბაზისო ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც განაპირობებს, რა თქმა უნდა, ფასების კლებას. აი მაგალითად, ჩვენი ნავმისადგომების მომსახურება არის 15 ტონიანი 15 ტ გემებისთვის $20,000, როდესაც აი ბალტიის ქვეყნებში ზუსტად იგივე ზომის გემებისთვის არის $5,000 და მეტიც, სხვათა შორის 6-ჯერ მეტი არის შავი ზღვის ნავსადგურებთან შედარებით ქართული პორტების მოსაკრებელი. რა თქმა უნდა, ფასის ეს ლოგისტიკური ჯაჭვში მნიშვნელოვანია პირველი პორტების მომსახურება. პორტების მომსახურების შემდეგ არის დისტრიბუციის მომსახურება და დისტრიბუციაზე გავლენას ახდენს საწვავის ფასი. და აი მარტივად რო ახსნათ ციფრებით, $2,000 თუ ჯდება ტონა საწვავი საზღვრამდე, შემდეგ ამას ემატება $500, ეგრეთ წოდებული აქციზის მომსახურება და პლუს შემდეგ არის დამატებითი ღირებულების გადასახადი. ჯამში არის, ანუ აძვირებს იმდენად, რომ ფაქტობრივად $1 ბიუჯეტში მიდის. 1 ლიტრი საწვავიდან ფაქტობრივად $1 მიდის საბიუჯეტო მიმართულებით და ეს თანხა არა სოციალურ მომსახურებას ან ჯანდაცვის მომსახურებას, არამედ ხელფასების ზრდას, საშტატო ერთეულების ზრდას ხმარდება. ეს ბიუროკრატია მხოლოდ პარტიულ ინტერესებს ატარებს და შესაბამისად ამას როგორც პოლიტიკას ისე გვთავაზობს ქართული ოცნება. კომისია არის სინამდვილეში თავიდან ბოლომდე პიარი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ანუ ერთი რომ ზოგად ფასების დაზე პასუხისმგებელი არის ეროვნული ბანკი, თუ ვიღაცას აქვს დომინანტი მდგომარეობა ბაზარზე, მაგის არსებობს ეგრეთ წოდებული კონკურენციის სააგენტო, ლექვინაძე არის თუ სწორად მახსოვს ჯერ კიდე ამ სააგენტოს ხელმძღვანელი და თუ რამე მსგავსი ხდება, მან უნდა გამოიწვევს, მაგრამ მე არ ვიცნობ უბრალოდ ამ ქვეყანაში ადამიანს, რომელსაც ჯერა რომ სიტყვაზე რაღაცა პროდუქციის, აი რაღაც კარაქის ან რძის ან რაღაცის ბაზარზე ვიღაცას აქვს დომინანტი პოზიცია და მას აქვს დალაგებული ივანიშვილთან. ვინმე ჯერა რომ ლექვინაძე მას პრობლემებს შეუქმნის, არა ხო? და პირიქით, ვიღაცამ ივანიშვილის გარეშე თუ რაღაცა დაალაგა, მაშინ ლექვინაძე ამას იპოვიდა და შეუშლიდა ხელს. ამიტომ თუ ეგეთი რამე არსებობს რაღაც კარტელური შეთანხმებები, არსებობს რაღაცა დომინანტი მდგომარეობა ბაზარზე რაღაც პროდუქტთან მიმართებაში, ვიღაცას აქვს ექსკლუზიური უფლება რაღაც პროდუქტი შემოიტანოს და გაყიდოს შემდეგ, ეს ყველაფერი დაალაგებული სადღაც ძალიან მაღლა და მაგას ლექვინაძე ვერაფერს ვერ უზომს. ვერც საპარლამენტო საკანონმდებლო კომისია მას ვერ უზომს. ანუ თუ ივანიშვილთან აქვს დაალაგებული რაღაც ივანიშვილ ოჯახის წევრს და რაღაცას ყიდის ექსკლუზიურად ამ ქვეყანაში და აქვს მაღალი მოგების მარჟა და ამ ბაზარზე ვერავინ ვერ შედის, ანუ თავისუფალი ბაზარი კონკურენცია გაუწევს და ფასება დაიწიოს, ვინ მათიკაშვილი პრობლემებს შეუქმნის ივანიშვილის ახლობელს თუ წილოსანი შეუქმნის პრობლემებს ივანიშვილის ახლობელს. ხო, ზღაპარია, ხო? ანუ სისულელეა ეს თავიდან ბოლომდე არის სისულელე. თუ ივანიშვილთან აქვს რაღაცა დაალაგებული ეგ ფასები დარჩება და ვერავინ მაგას პრობლემას ვერ შეუქმნის, თუ არა, მაშინ შემთხვევაში საუბარი გვაქვს ზოგად ფასების დაზე და ეს არის ეროვნული ბანკის პრობლემა, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის პრობლემა, ზოგადად მონეტარული სისტემის, რომელიც ჩვენ გვაქვს ქვეყანაში. ქართული ოცნების ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკა ზოგადად მიმართულია იმისთვის, ერთადერთი მიზანი მათი არის ძალაუფლების გამყარება და ძალაუფლების გამყარების, ვთქვათ, ერთ-ერთი მთავარი საშუალება გარდა ძალოვანი სტრუქტურებისა და ძალოვანი საშუალებებისა არის, ვთქვათ, ეკონომიკური დამორჩილება მოსახლეობის, ანუ გაღარიბების საშუალებით, ვთქვათ, საკუთარი ძალაუფლების გამყარება და სიმდიდრის მოკუჩება, ვთქვათ, რაღაც ეგრეთ წოდებული ბიზნეს, ანუ მსხვილი ბიზნეს ელიტის ხელში. ხო, ანუ სასათბურე პირობების შექმნა, ვთქვათ, მცირე რაოდენობით ბიზნესისთვის და ადამიანებისთვის და თან ისეთი განსაკუთრებით ისეთი ტიპის ბიზნესებისთვის, რომელიც თავისი ბუნებით არის სპეკულაციური, როგორც არის დაუშვათ, ისეთი მიმართულებებისთვის ხელშეწყობა, როგორც არის მხოლოდ უძრავი ქონების
ბაზრის განვითარება, მხოლოდ საფინანსო სისტემის მოთამაშეების გაძლიერება და არა ვთქვათ იგივე ტექნოლოგიების ან ვთქვათ რაღაცა პროგრესზე ორიენტირებული მიმართულებების განვითარება. თვითონ ის რაც ვთქვათ ეხლა ხდება, აი ეს ნაბიჯები რაც ბოლო პერიოდში გადადგა ვთქვათ ოცნებამ, თავისთავად უკვე იმით არის კომიკური შეიძლება ითქვას და უაზრო რომ ვთქვათ სუსი რომელიც არანაირ კავშირში არ არის ვთქვათ ფასებთან მას დაევალა ვთქვათ აი ამის გამოძიება და დარეგულირება და შესაძლოა ამის ერთადერთი მიზანი იყოს ვთქვათ შიდა ძალებში ვთქვათ ამ ძალების გადანაწილება და ვთქვათ რომელიღაცა ჯგუფების მხრიდან ვთქვათ საკუთარი ძალაუფლების გამტკიცება და ვთქვათ აი სიმდიდრის ვთქვათ გადმოქაჩვა ასე ვთქვათ სხვადასხვა ჯგუფებისკენ. პარადოქსია, როდესაც საუბრობს ქართული ოცნება მაღალ ფასებზე, როდესაც მთელი სექტორი, ანუ რიტეილ სექტორი არის მისი შემომწირველი. ანუ მისი გუნდის წევრები, ანუ დეპუტატები არიან რიტეილ კომპანიის ხელმძღვანელები და მათ შორის 15 მილიონი ლარი აქვს მიღებული შემოწირულობის სახით ქართულ ოცნებას და გველაპარაკება აი ამ ფასის კლებაზე. ანუ საკუთარ გუნდს ელაპარაკება, იმიტომ რომ რეალურად ჩვენთან თავისუფალი ბიზნესი არ არსებობს, როდესაც დემოკრატიული უკუსლა იყო და მათ შორის სასამართლოს რეფორმას ითხოვდა ევროკავშირი, რომ კეთილსინდისიერების ტესტი ჩაებარებინა მაგალითად მოსამართლეს, ხმა არ მოუღია ბიზნესს და დღეს გვაქვს რეალობა, როდესაც არც დემოკრატია, არც სასამართლოა და მათ შორის ომბუდსმენი, რომელიც ბიზნეს ომბუდსმენი, რომელიც არსებობდა მთავრობის ხოლგის ქვეშ, ისეც კი აღარ არსებობს და ამ პირობებში რა ფასების კლებაზე უნდა ვილაპარაკოთ, ან რა თავისუფალ ბიზნესზე, ეს არის შიდა, ესე რომ ვთქვათ, პარტიული პოლემიკა ფასებთან დაკავშირებით. ეს არ არის ნორმალური დამოკიდებულება. თუ ვლაპარაკოთ ფასების კლებაზე, პირველი რაც უნდა გააკეთოს და რაც აქვს ხელში ხელისუფლებას, ეს არის საკანონმდებლო ბერკეტები და თუ რეპრესიულ კანონმდებლობას ერთ დღეში იღებენ, რა უნდა იმას, რომ მაგალითად აქციზის გადასახადი შემცირდეს. მაგალითად არ არის ხო პრობლემა, რომ დამატებითი ღირებულების გადასახადი შემცირდეს იმ დროს, როდესაც ივანიშვილის ოქროზოდები არის გათავისუფლებული დამატებითი ღირებულების გადასახადიდან. ანუ ქართული ოცნების პოლიტიკა არის მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ორიენტირებული, არ არის სახელმწიფოებრივი პოლიტიკა, მათი ინტერესი არის ძალიან კერძო, ანუ პირდაპირ ვთქვათ, ანუ ან ბიძინა ივანიშვილის ინტერესია, ან მისი პირადი ინტერესია, ან კორპორატიული ინტერესია იმ თვალსაზრისით, რომ მაგალითად ქონდეს სახელმწიფო პრეფერენცია კერძო კომპანიას, ამ სახელმწიფო პრეფერენციას მოყვება ის, რომ მიიღებენ შემოსავალს პარტიაში და აი კონკრეტული ციფრი არის 15 მილიონი ლარი და მათ შორის აი კონკრეტული მაგალითი საპენსიო სააგენტო სხვათა შორის ძალიან დახურული ორგანიზაციაა და ობლიგაციები გამოსცა ნიკორამ, აი ეს ობლიგაციები შეისყიდა ისე რომ არავის არ კითხა საპენსიო სააგენტო და ამის შემდეგ საერთო არჩევნებზე ნიკორას თანამშრომლები მიდიან და ფულს წირავენ ქართულ ოცნებას. ანუ ეს ხო პოლიტიკური კორუფცია და აი ამ პოლიტიკური კორუფციის ჯაჭვში არის მთელი ჩვენი ქვეყანა და სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ გვიძვირდება ცხოვრება და ამასობაში ქართული ოცნების ჩინოვნიკები დიდრდებიან. ეს პირდაპირ კავშირში არის სიღარიბესთან სინამდვილეში, სწორი მონეტარული პოლიტიკა, უბრალოდ მონეტარული პოლიტიკა არის ესეთი მიმართულება ზოგადად ეკონომიკაში, რომ ამაზე არის ბევრი სხვადასხვა ეკონომიკური სკოლები, რომლებიც ამას დაუბრუნებენ. მე შევიდა ვთქვა ის რისის მე მჯერა, რაც შემეს არის ყველაზე სწორი სხვადასხვა მონეტარულ სკოლებს შორის, ეკონომიკურ სკოლებს შორის. შემეს სწორი იქნება საქართველოსნაირი ქვეყნისთვის, რომ ჩვენ არ გქონდეს საკუთარი მონეტარული პოლიტიკა საერთოდ. ჩვენ ვარი ვთქვათ ეროვნულ ბანკზე, ეროვნული ბანკის ნაცვლად ჩვენ გქონდეს ეგრეთ წოდებული სავალუტო საბჭო, თუ მაინც და მაინც ლარს შევინარჩუნებთ, ეს ლარი იყოს ფიქსირებული კურსით მიბული რომელიმე ვალუტების ეგრეთ წოდებულ კალათასთან. ანუ დაახლოებით წარმოვიდგინოთ, რომ გავაკეთოთ იგივე, რაც გააკეთა თავის ძოზე ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, როდესაც საბჭოთაშივე დაიშალა, მათ მიაბეს საკუთარი ვალუტები გერმანულ მარკას, შემდეგ როდესაც მარკა აღარ იყო და გერმანია გადავიდა ევროზე, მათი ვალუტები დარჩა ფიქსირებული კურსით მიბული ევროზე და შემდეგ თვითონ შევიდნენ ევროზონაში და მათთან იქ არის ხა მიმოქცევაში евро. ეს იძლევა საშუალებას, რომ შენ გქონდეს სტაბილური ვალუტა, სტაბილური ვალუტები ზოგადად დედამიწაზე არის ძალიან ცოტა, ხელებზე შეგვიძლია ჩამოვთვალოთ რამდენი ეგეთი სტაბილური ვალუტა. ამიტომ იმის გამო ჩვენ პატარა ქვეყანა და იმის გამო ჩვენ
გვაქვს და უნდა გქონდეს მაქსიმალურად გახსნილი ეკონომიკა, არანაირი შინაარსი იმას, რომ ჩვენ გქონდეს საკუთარი მონეტარული პოლიტიკა, უბრალოდ არ გააჩნია, გარდა იმისა, რომ არის რისკები დაკავშირებული იმასთან, რაც ახლა გვჭირს და ეს რისკები არის ის, რომ ეროვნული ბანკი არ არის დამოუკიდებელი, მათ შორის ეროვნულ ბანკს საკუთარ დამოუკიდებლობასთან მიმართებაში პრობლემები აქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან 2023 წლის დეკემბრიდან მოყოლებული სავალუტო ფონდის ანგარიშებში ყველგან ხდებოდა ეს პრობლემა, იმიტომ კანონმდებლობა შეცვალეს, რის გამოც რის შედეგადაც რაღაც ტიპის გადაწყვეტილებები, რომლებიც უნდა მიიღო კოლეგიურ ორგანოს, როგორც არის ეროვნული ბანკის საბჭო, ამას იღებს ერთპიროვნულად თურნავა. რაც გასაგები სიგნალი იყო მაშინ ჯერ კიდე რომ უნდათ ეს ინსტიტუტი გამოიყენებინათ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის. ხო, ამიტომ ეგეთი რისკებისგან თავი რომ დავიზღო და იმაზე არ ვიფიქროთ, კარგი ხელისუფლება გვეყოლება თუ ცუდი ხელისუფლება გვეყოლება ხელისუფლება, რომელსაც ესმის ეკონომიკა თუ არ ესმის ეკონომიკა, თუ ესმის მონეტარული პოლიტიკა თუ არ ესმის პოლიტიკა, უარი ვთქვათ საერთოდ საკუთარ მონეტარულ პოლიტიკაზე, საკუთარი ვალუტის ფიქსაცია მოახდინოთ რომელიმე სტაბილურ ვალუტაზე, ჩვენ მივიდივართ ევროკავშირისკენ ამის ჯერა და ჯობია თუ ეს იქნება ევრო, ან რაღაც შეიძლება კალათი იყოს ვალუტების და გავიაროთ ის გზა, რაც გაერა ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, რაც ხელს შეუწყობს ამ ქვეყანაში ბევრი რისკების შემცირებას და მათ შორის ინვესტიციების შემოდინებას, რაც ჭირდება ამ ქვეყანას. ამ ყველაფერს ჯერ ჭირდება ხელისუფლების ცვლილება. როგორც თქვით, სხვადასხვა ეკონომიკურ სკოლას ამაზე თქვათ, სხვადასხვა ახსნა აქვს. ეს ძალიან კომპლექსური საკითხია და თქვათ, ერთი მიმართულების გაუმჯობესება, ან ერთი მიმართულებით რაღაც ცვლილებები, რეფორმები, ამას ვერ გამოასწორებს, ამას უნდა კომპლექსური მიდგომა, თქვათ და ყველა მიმართულებით თანაბრად განვითარება, ცვლილებების შეტანა, ეს იქნება თქვათ განათლების მიმართულება, სასამართლოები, ანუ იუსტიციის მიმართულება, ჯანდაცვა, თუ სხვა თქვათ სოციალური სფეროები, რომელიც ამ წუთას თქვათ ყველაფერი არის კომერციალიზებული და ეს ვფიქრობ არის რომ ერთ-ერთი მიზეზი სწორედ იმისა, რომ ისეთ სფეროებში, როგორიც არის დაუშვათ ჯანდაცვა, განათლება, ხო, ეს იწვევს ადამიანთა უფლებების გარკვეულწილად შეზღუდვას, როდესაც თქვათ ყველას არ აქვს ერთნაირი წვდომა განათლებაზე და აქ არ იგულისხმება მაინც და მაინც რადგანაც შეცდომით თქვათ ამას განსაკუთრებით თქვათ შეიძლება სოციალურ დემოკრატებს აბრალებენ რომ თანასწორობა გაიგივებულია ხშირად თქვათ თანაბართან და არა სამართლიანთან. სინამდვილეში თანასწორობა ის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი არის სწორედ სამართლიანობა. ან მშობლის სოციალური მდგომარეობა დაუშვათ არ უნდა იყოს გამსაზღვრელი შვილის განვითარებაზე, ანუ წვდომაზე, განათლებაზე, ჯანდაცვაზე და ასე შემდეგ. ანუ თუ თქვათ ზარმაც მშობლის შვილს მარტივად რო ვთქვათ, არ უნდა გქონდეს ნაკლები წვდომა განათლებაზე, არ უნდა იყოს შეზღუდული ჯანმრთელობის დაცვის პრობლემებთან და ასე შემდეგ. ჩვენ გვაქვს კორუფცია საბიუჯეტო დონეზე. კორუფცია ეს არის სისტემური ხასიათის და თუ ლაპარაკობთ იმაზე, როგორ შეიძლება აი ამ ლოგისტიკური ჯაჭვის ისე დაშლა, რომ აღარ იყოს კორუფცია, ოლიგოპოლია და მათ შორის მონოპოლიები, რა თქმა უნდა, გჭირდება დამოუკიდებელი ანტიკორუფციული მექანიზმი, ისეთი სტრუქტურა, რომელიც იქნება დამოუკიდებელი და საპარლამენტო დონეზე იქნება ლეგიტიმაცია, მას აღარ იქნება გავლენა და ზედამხედველობას ვეღარ მოახდენს მთავრობა, ჩვენ ვიცით ახლა ისეთი ტიპის მართლობაში ვართ რეჟიმის პირობებში რა ანტიკორუფციულ პოლიტიკაზე უნდა ვისაუბროთ, როდესაც სასამართლო არ არსებობს და სწორედ მომავალში, ანუ დემოკრატიული ტრანსფორმაციის შემდეგ ჩვენ რაც უნდა გავაკეთოთ, პირველი ეს არის მძლავრი ინსტიტუცია, დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს სახით და დამოუკიდებელი სასამართლო. შემდგომში რა თქმა უნდა ჩვენ ვთვლით, რომ საბაზისო ინფრასტრუქტურა მხოლოდ უსაფრთხოების ნაწილში უნდა იყოს სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ, თუმცა მისი კორპორატიული მართვა, ოპერაციული მართვა აბსოლუტურად კერძოს უნდა გადაიცეს, ანუ ჩვენ უნდა დავიწყოთ ნელ-ნელა ყველა სახელმწიფო ინსტიტუციის, მათ შორის სახელმწიფო შეპესეების გასხვისება და იქ უნდა დაიწყოს კორპორატიული მართვა, სახელმწიფოს როლი მხოლოდ და მხოლოდ უნდა იყოს უსაფრთხოების ნაწილში. რატომ? იმიტომ რომ მაგალითად რკინიგზაში 13 წლის განმავლობაში ათეული ადამიანი გარდაიცვალა და არც ესეთ ტრაგიკულ შემთხვევაზე არ ყოფილა გამოძიება მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სამინისტროში არსებობს უსაფრთხოების ზედამხედველობის სააგენტო. წარმოიდგინეთ, არსებობენ ადამიანები, თუმცა არათუ უსაფრთხოება არის დაცული, არამედ ყოველწლიურად ირღვევა უსაფრთხოება რკინიგზაში, პორტებში, ნავსადგურებში
და ეს არის ქართული ოცნების უპასუხისმგებლობის გამო, იმის გამო, რომ მათთვის თავარი ამოსავალი არის კორუფცია, პირადი ინტერესი, ანუ ხალხის ხარჯზე მოწყობილი კეთილდღეობა. რა თქმა უნდა, ეს უნდა დაიშალოს და ეს უნდა დაიშალოს იმ სახით, რომ ერთის მხრივ დიქოტომიური ცვლილება საკანონმდებლო დონეზე საჭიროა და მეორეს მხრივ საჭიროა ეფექტიანობის გაზრდა თავრობის მხრიდან იმ თვალსაზრისით, რომ უსაფრთხოება პირველ რიგში იყოს დაცული და მეორე უნდა იყოს კორპორატიული მმართველობა, სადაც ხელისუფლების როლი, თავრობის როლი იქნება მინიმალური. თანასწორობის ნაწილზე მექნება კომენტარი, ეგრეთ წოდებული შესაძლებლობის თანასწორობა სინამდვილეში არ არის სამართლიანი. ერთადერთი სამართლიანი წესრიგი, რომელიც შეიძლება არსებობდეს ნებისმიერ ქვეყანაში, ეს არის წესრიგი, როდესაც ქვეყანაში არ არსებობს კანონები, რომელიც ვინმეს ან რაღაც ჯგუფს საზოგადოების ჩაგრავს, ან პირიქით ვინმეს ან საზოგადოების რაღაც ჯგუფს აყენებს უპირატეს მდგომარეობაში და ეს ეხება ნებისმიერ ნიშანს. ნებისმიერ ნიშანში გულისხმობა ყველაფერი ისაც ხსმენია, რომ არ შეიძლება ადამიანების ჩაგვრა კანის ფერის გამო, თვალის ფერის გამო, ფეხის ზომის გამო, აღსარებლობის გამო, ამის გამო, იმის გამო და მათ შორის ასევე არ შეიძლება ადამიანების ჩაგვრა მაღალი შემოსავლის ან სიმდიდრის გამო. სინამდვილეში მაღალი შემოსავალი და სიმდიდრე ასევე არის ერთ-ერთი ნიშანი, რის გამოც საზოგადოებაში ადამიანებს ან ადამიანების ჯგუფებს ჩაგრავენ მხოლოდ და მხოლოდ კიდე გავიმეორებ, ისეთი წესრიგი არის სამართლიანი, სადაც ადამიანებს არ ჩაგრავენ არანაირი ნიშნის გამო, მათ შორის არ მაღალი შემოსავლის და სიმდიდრის გამო. რაც შეეხება ბავშვებს, ხო ზოგადად კარგია ცხადია და კარგად ჟღერს, რომ ბავშვები არ იყვნენ მშობლების უპასუხისმგებლობაზე პასუხისმგებლები და ამიტომ რაღაცა მათ ჰქონდეთ ყოველას თანასწორი შესაძლებლობა, მაგრამ პრაქტიკაში ეს რას ნიშნავს? ჩემ შემთხვევაში მაგალითად საკუთარ თავზე რო ვილაპარაკო, მე და ნატას ყავს 3 შვილი და ნუ რა ვიცი, ამონად გიყოლებოდათ მე-4 შვილი და მე-5 შვილიც, იმიტომ რომ რა ვიცი, შვილებიც გიყვარს და ზოგადად ბავშვებიც გიყვარს, მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ 3 შვილი ყოლოდა ამაზე გავჩერებულიყავით, ხოლმე და ხოთ იმის გამო, რომ საკუთარი რესურსებიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ ეს რესურსები უფრო მეტად მოგვეხმარა საკუთარი შვილებისთვის და როდესაც სახელმწიფო მოდის და მე მეუნება, რომ მე უნდა გადავიხადო მაღალი გადასახადები იმის გამო, რომ მე ამ გადასახადებს მან უნდა თანასწორი შესაძლებლობები შეუქმნას სხვა ადამიანების შვილებს, ეს რატო არის სამართლიანი უბრალოდ არ მესმის. ანუ რატო არ შატო მაშინ მე ხო ამ რესურსებს საკუთარ მე-4 შვილს მოვახმარდი დიდი სიამოვნებით, მაგრამ მე და ნატამ გადავწყვიტეთ, რომ ეს რესურსები მოგვეხმარა უფრო მეტად საკუთარი 3 შვილისთვის და რატო უნდა წამართვას მე სახელმწიფო უნდა მოახმაროს ეს სხვა ადამიანების შვილებს და ეს რატო არის სამართლიანი ჩემთან მიმართებაში? ჩემთვის ეს არის გაუგებარი, თორე პრობლემა არა, თუ ვინმე ამიხსნის ამას ეს რატო არის სამართლიანი, ოკეი, ვეცდები რომ გავიგო, მაგრამ არ არსებობს ჩემს ესეთი ახსნა. ჩვენ მე და ნატა თუ ვიქცევით პასუხისმგებლობით და ესე ვეპყრობით საკუთარ შვილებს და მათ მოვალს, ესე უნდა მოეყრან სხვა ადამიანებიც. ხო, სხვა შემთხვევაში ეს იქნება უსამართლო. ხო, ამიტომ ზოგადად კარგად ჟღერს ფრაზები, რომ რაღაცა ყველაფერი კარგად უნდა იყოს, ყველა ბავშვი კარგად უნდა ცხოვრობდეს, ყველა ადამიანის ცხოვრება უნდა იყოს ასეთი, ისეთი, ყველა უნდა იყოს თანასწორი, მაგრამ საბოლოო ჯამში დეტალებში ჩავდივარ სწორედ ასეთ რაღაცებამდე. და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ერთი რომ ერთადერთი სამართლიანი წესრიგი არის, როდესაც ადამიანები ან ადამიანთა ჯგუფები არ იჩაგებიან არანაირი ნიშნით და ამ ნიშანში მათ შორის შედის ადამიანის შემოსავალი და მისი სიმდიდრე და მეორე ის რომ მშობლების რაღაცა ნაწილი თუ იქნება იქცევა პასუხისმგებლობით საკუთარ შვილებთან და მომავალთან მიმართებაში, ამის გამო ისინი არ უნდა დაიჩაგრონ და მათ რესურსები სახელმწიფომ არ უნდა წაართვას და არ უნდა მოახმაროს სხვას, ვინც იქცევა პასუხისმგებლობით საკუთარ შვილებთან და მომავალთან მიმართებაში. ეს არის ერთადერთი სამართლიანი მიდგომა. პირველ რიგში თქვა გამოვეხმაურებით თანასწორობის საკითხს, რომ ინფორმულირებით რაც თქვა იყო ნათქვამი, რომ თქვა სიმდიდრე არ უნდა იყოს დაჩაგვრის მიზეზი, ამას ვეთანხმები, ნამდვილად დაჩაგვრა არავისი არ შეიძლება, არავინ არ უნდა დაიჩაგროს. უბრალოდ საგადასახადო სისტემის ერთ-ერთი ფუნქცია სწორედ ეს არის, რომ ანუ სამართლიანობა და თანასწორობა არ მithქვამს თქვა შემთხვევით რა. ჯერ ესეთი თქვა პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ თქვა აი გამდიდრებული კლასის უდიდესი ნაწილი დაუშვათ, შეგვიძლია გვარებად ჩამოვთვალოთ, თქვა საქართველოში არსებული ადამიანები, ივანიშვილით დაწყებული, თქვა ხაკაძეები იქნებიან თუ სხვა, არ მიმაჩნია და ამაზე შეიძლება კამათი და უკვე თქვა უბრალოდ 2 წუთში ამის ჩატევა ძნელია, რამდენად სამართლიანად მოხდა თქვა მათი გამდიდრება და რამდენად პირიქით მათი გამდიდრება არის სხვების ჩაგვრა და არა მათგან თქვათ გადასახადების ამოღება არის მათი დაჩაგვრა რა. ანუ ჩაგვრას მე არ ვიხმარდი თქვათ თანასწორობის თანაზომად და თქვათ აი შესაბამის სიტყვად და კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ თანასწორობა უნდა იყოს სამართლიანი და არა ჩაგვრაზე დამყარებული. თუ ის იქნება ჩაგვრა, როგორც გქონდა თქვათ
იგივე საბჭოთა პერიოდში, რა თქმა უნდა, ესეთი რამ მიუღებელია. მიუხედავად იმ განსხვავებებისა, რაც თქვა დღეს გამოიკვეთა თქვა ჩვენ შორის არის, აი ეს კამათი და ერთაზრამდე მისვლა არის აუცილებელი და ნებისმიერი პოლიტიკა, რაც გატარდება თქვა ქვეყანაში, ეს უნდა იყოს ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის შედეგი და არა თქვა ერთი ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ამ წუთას მოვიდა თქვა ხელისუფლებაში და ამ წუთას რაღაცე მექანიზმების საშუალებით თქვა ხელთ უპყრია დღეს ძალაუფლება, ხო? თუ ესეთი შეთანხმება იქნება, ხო? ანუ პასუხისგებლობის აღება მთლიანად მოსახლეობამ უნდა აიგოს თავის თავზე და ამის შესაძლებლობა უნდა კონდეს და თუ კონსენსუსი იქნება ამაზე, რომ იყოს ველური კაპიტალიზმი, ვინც რამდენსაც შეძლებს მოხვეჭას, იმდენი მოიხვეჭოს, უნდა იყოს ესე ვთქვათ. მაგრამ ძალიან ბევრი მაგალითია მსოფლიოში, სადაც იგივე ვთქვათ, რომ მოეხმაურო რომ იმას რომ ვთქვათ, დაბალი გადასახადები განაპირობებს ვთქვათ ბიზნესის განვითარებას ან კეთილდღეობის განვითარებას, ხო? ძალიან ბევრი ქვეყანაა, ძალიან ბევრი წარმატებული ეკონომიკაა მსოფლიოში, სადაც არის მაღალი გადასახადები უბრალოდ მთავრობების სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად და სწორედ იმის გამო, რომ იქ მოსახლეობა ძალიან ასე ვთქვათ ჩართულია ამ პროცესებში, მონაწილეობას იღებს გადაწყვეტილების მიღებაში, იგივე დანიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი გადასახადებია მსოფლიოში, მაგრამ ისინი გამოკითხვის შედეგებია ვთქვათ და ბედნიერები არიან ამ გადასახადების გადახდით, იმიტომ რომ მათ იციან რომ ეს გადასახადები მათვე ხმარდება, მათ კეთილდღეობას ხმარდება და ვთქვათ ნაკლებად აქვთ ისეთი შემთხვევები, როდესაც ქუჩაში გასვლა ნიშნავს რომ ვთქვათ ვიღაცის ურნაში ქექვა უნდა უყურო ან Facebook-ის გახსნა ნიშნავს რომ 50-ის ამოგიხტება რომ თქვა დამეხმარეთ რაღაცნაირად შვილი გადამირჩინეთ იმიტომ რომ სასიკვდილო ისა მაქვს ხო ანუ იმის თქმა მინდა რომ თქვა თანასწორობა და მოსახლეობის ფართო ჩართულობა ეს რაღაცნაირად თქვა გვაზღვევს იმისგან თანასწორობა უსამართლობად და ჩაგვრად აღვიქვათ. როდესაც თანასწორობაზე ვსაუბრობთ, თანასწორობა საკონსტიტუციო მოთხოვნაა, ცხადია. ხელისუფლების ვალდებულება არა მხოლოდ თანასწორობა, არამედ ინკლუზიური განვითარება. პირველ რიგში ეს არის რესურსების სწორი განაწილება, ერთის მხრივ სწორი საგადასახადო პოლიტიკა და მეორეს მხრივ მნიშვნელოვანია მულტიმოდალური განვითარება, ანუ კომუნიკაციები და შესაძლებლობები ყველა საქართველოს მოქალაქეს. ანუ ამაში გულისხმება გზები, ხიდები, ახალი ინფრასტრუქტურა, მათ შორის სწრაფი რკინიგზა, გადაადგილება, არა დაკარგული დრო საცობებში, არამედ ეს დრო განათლებაში, ინტერნეტიზაცია, უმნიშვნელოვანესია და სამწუხაროდ საქართველოში ინტერნეტიზაცია დღემდე დაუსრულებელია. ის კი არა ჩვენ გაზიფიცირება არ გვაქვს დამთავრებული, არა და ეს ყველაფერი უნდა დამთავრებულიყო 2014 წელს. მაგალითად აღმოსავლეთ-დასავლეთი ჩქაროსნული მაგისტრალი, რომელთან დაკავშირებით სესხი ავიღეთ 5.5 მილიარდი დოლარი და ეს პროექტი უნდა დამთავრებულიყო 2020 წელს, კობახიძემ გითხრა რომ 2032 წელს დასრულდება. ანუ წარმოიდგინეთ, მსოფლიო იწყებს მარსზე კოლონიზაციას და ჩვენ სადღაც 20 წელი გვჭირდება იმისთვის, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი დავასრულოთ. ამასობაში მაშინ, როდესაც სომხეთმა და აზერბაიჯანმა მშვიდობა დაამყარა და ახალი რეგიონალური არქიტექტურა ჩამოყალიბდა და სომხეთმა დაიწყო ტვირთების გადაზიდვა და დაიწყებს ტვირთების გადაზიდვას აზერბაიჯანის გავლით რუსეთში, ჩვენ ამასობაში ვაშენებთ კობი-ქვეშეთის საავტომობილო მაგისტრალს, რომელთან მიმართებით ავიღეთ 1.2 მილიარდი ლარი ჩინური სესხი ავიღეთ, მაღალპროცენტიანი და ამასობაში დავკარგეთ ამ გზაზე ტვირთი. და ეს თანხა იქნება საბიუჯეტო ტვირთი და ტვირთი მათ შორის იმ ნაწილში რომ ვერ გავსდით პენსიებს, ამ ფულს ვერ მოვახმართ საბაზისო ინფრასტრუქტურის განვითარებას და საბოლოო ჯამში ქართული ოცნების პოლიტიკა აი ამ უთანასწორობას ყოველწლიურად ზრდის. ამასობაში ჩვენ არ უნდა დაგვაუწყდეს რომ მთლიანი მოცულობა, ანუ საბიუჯეტო თვალსაზრისით რა გვიჯდება მთავრობის მომსახურება, ეს არის საკმაოდ მაღალი, მთელ აღმოსავლეთ ევროპაში ვართ პირველები, ყველაზე ძვირი არის მომსახურება
მთავრობის და მათ შორის ადგილობრივი ხელისუფლება, ხო? ადგილობრივი ხელისუფლებაზე კვლავ გრძელდება ადგილობრივ თვითმმართველობას გულისხმობ ტრანსფერები, ანუ ჩვენ დაბალი დონის урბანიზაცია გვაქვს და საერთოდ არ გვაქვს მულტიმოდალური განვითარება. შესაბამისად, ყოველწლიურად კარგად შესაძლებლობას განვითარების და ეს სწორედ ქმნის უთანასწორობას. ეს არის მთავარი მიზეზი ამ ყველაფრის არის ქართული ოცნება, მისი პოლიტიკა და ის გადაწყვეტილებები, რომელიც იმ არალეგიტიმურ პარლამენტში მიიღება.